მოგესალმებით ინვენტორის თბილისის შოურუმიდან, რომელიც მდებარეობს საბურთალოზე ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 31. დღეს მინდა გესაუბროთ ჩვენი ნესტის აპარატების ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ფუნქციაზე, რომელიც გამოადგება ყველას, ვისაც აქვს დაკეტილი სახლები. როგორც ზღვისპირეთში, ნებისმიერ სხვა კურორტზე, სადაც ჩადიხართ ძალიან იშვიათად, შეიძლება ჩახვიდეთ წელიწადში ერთხელ, ორჯერ, მნიშვნელობა არ აქვს, თავარი თუ არის დაკეტილი სახლი, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ დაკეტილ სახლებში ინვენტორის ბრენდის ნებისმიერი მოდელი, რომელსაც ჩართავთ და დატოვებთ. მე აგიხსნით ახლა დეტალურად თუ როგორ უნდა მოახერხოთ ისე, რომ თქვენ მაგალითისთვის იყოთ თბილისში, ცხოვრობდეთ თბილისში და წელიწადში ერთხელ ჩადიოდეთ დასასვენებლად თუნდაც ზღვისპირეთში. ამისთვის არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი აპარატები იგროვებს კონტეინერში წყალს და ბევრს გონია, რომ თუ კონტეინერი არ დაიცლება, შესაბამისად სახლში დატოვება მისი არ შეიძლება. ორი ალტერნატივა არსებობს ჩვენ აპარატებში. როგორც კონტეინერი, ასევე დრენაჟის მილის დაერთების საშუალება. შესაბამისად, ვინც ცხოვრობთ თბილისში და გაქვთ დაკეტილი სახლი ნებისმიერ სხვა რეგიონში, როგორ უნდა ჩართოთ ჩვენი აპარატები. ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი აპარატები არის პორტატული ტიპის და ის გადაადგილდება ბორბლებზე და ნებისმიერ ოთახში შეგიძლიათ დადგათ და მას დენის წყაროში აერთებთ და როგორც ხედავთ, უკანა მხარეს მოყვება კონტეინერი, რომელშიც გროვდება წყალი, როდესაც ნესტს გამოიწვევს ოთახიდან, ჰაერიდან, კედლებიდან და ასე შემდეგ, დაგროვდება და თუ რა თქმა უნდა თქვენ სახლში ბრძანდებით, შეგიძლიათ კონტეინერი გამოდგათ, გადააქციოთ და ისევ შედგათ და აპარატი გააგრძელებს მუშაობას. კონტეინერის შემთხვევაში, როდესაც კონტეინერი ისება, აპარატი ნებისმიერ სიტუაციაში ითიშება. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ თუ სახლში არ ხართ, მაგის პრობლემა არ იქნება, დაგელოდებათ, თუნდაც საღამოს მიბრძანდეთ სახლში, გამოიღებთ, გადააქცევთ, ისევ შედგამთ, გააგრძელებს. ეს იმ შემთხვევაში თუ იყენებთ კონტეინერს. დაკეტილ სახლებში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ალტერნატიული დრენაჟის დაერთების წერტილი. ჩვენ აპარატებს ყველას მოყვება აი ამ ტიპის დრენაჟის მილი, რომელსაც აერთებთ უკანა მხარეს სპეციალურ გამოყოფილ წერტილში, აი აქ თუ ხედავთ, ანუ აპარატს აი ამ დრენაჟის მილს ძალიან მარტივად გაუკეთებთ, დადგავთ ოთახში, აი ამ მილის ბოლოს გააღებთ აბაზანის კარს და დაერთებთ ტრაპში. ტრაპი დარწმუნებული ვარ, რომ ყველას აქვს სველ წერტილში, შესაბამისად შეგიძლიათ უბრალოდ ტრაპთან ეს მილი დადოთ და აპარატი უკვე თვითონ დაცლის წყალს, ანუ თქვენ აღარ გიწევთ ხელით დაცლა. ანალოგიურად ხდება ჩვენ 16 ლიტრიან მოდელში და ნებისმიერ ყველა მოდელზეა საუბარი, ინვენტორის ბრენდზე მაქვს საუბარი. ანუ ეს თქვენ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ დაკეტილ სახლში თქვენ დადგათ, ჩართოთ აპარატი, დრენაჟის მილი დაერთოთ, ტრაპი არანაირი კედლის გახლვეთ არ არის საჭირო, ტრაპში დაერთოთ და წყალი თავისით დაიცლება. პლუსი კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, თუ გაქვთ ინტერნეტი და სახლში დარწმუნებული ვარ, ბევრს გაქვთ ინტერნეტი, შეგიძლიათ აიღოთ აპარატი, გადმოწეროთ ინვენტორის აპლიკაცია, დაერთოთ თქვენს ინტერნეტზე და თქვენი სმარტფონით მართოთ თუნდაც თბილისიდან. ბრძანდებით თბილისში, აპარატს ჩართავთ, გამორთავთ, უყურებთ ლაივ რეჟიმში რამდენ პროცენტზეა ტენიანობა, ამიტომ გამოიყენეთ ეს ფუნქცია, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენ ძალიან ბევრია მე ვიცი, იმიტომ რომ ამაზე არის უამრავი პრეტენზია, რომ ჩადიხართ ზღვისპირეთში მაგალითად დაკეტილ სახლში, კარს გააღებთ და მაშინვე ნესტის სუნი ანადგურებს ყველაფერს და სუნი იმას ნიშნავს, რომ ნესტი დაგროვილია სახლში, კედლები არის გაშავებული, დასველებული, ამძვრალი შპალიერი, რემონტის განადგურება. შესაბამისად, ეს რომ არ დაგემართოთ, ძალიან მარტივია ჩვენი აპარატები ისევ მეორებ დადგათ, ჩართოთ და დატოვოთ მუდმივად ამ შემთხვევაში ჩართული. აქაც იგივე ხდება, ნებისმიერ მოდელს დასაერთებელი აქვს დრენაჟის. თუ მაგალითისათვის მილი ოთახი ძალიან შორს არის და სველი წერტილი შორს არის ოთახისგან, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის მილი, იგივე დიამეტრი შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ ბაზრობაზე, დააგრძელოთ რამდენი სურვილი გექნებათ, დადგათ ოთახში და მილი ისევ და ისევ დაერთოთ ტრაპში. გამოიყენეთ ეს ფუნქცია,
დაკეტილი სახლები ბევრია, რომელიც ნესტიანდება და ნადგურდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმის გამო, რომ ვერ ჩადიხარ და განიარება ამას არ შველის. ჩვენი აპარატები დადგით და მუდმივად იყოს ჩართული, ამისი არ შეგეშინდეთ, ამისთვის გიხსნით ამ ყველაფერს. კარგად იყავით.